თუ შევხედავთ საქართველოს ადგილმდებარეობას რუკაზე, ნახავთ რომ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებებით პრაქტიკულად შემორტყმულია მთელი რიგი უდაბნოები, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი საჰარას უდაბნოა, შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოები და ასევე შუა აზიის უდაბნოები. შესაბამისად, აი ამ უდაბნოებში წარმოქმნილი მტვრის შტორმი ძალიან დიდ ტერიტორიაზე გადაადგილდება, მათ შორის იგი აღწევს რიგ შემთხვევებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც კი. საქართველოს რაც შეეხება, შემოჭრა საკმაოდ ხშირია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ თვე პრაქტიკულად არის შემოჭრა, თუმცა სხვადასხვა დოზით. ამ შემთხვევაში გვაქვს გრძელვადიანი შემოჭრა ამ უდაბნოს მტვრის, რომელიც დაიწყო, როგორც აღინიშნა, 6-7 ნოემბრიდან და ჯერ კიდევ გრძელდება, თითქმის 2 კვირაა ეს შემოჭრა არ სრულდება და სწორედ ამან გამოიწვია ამ მაღალი კონცენტრაციების დაგროვება და ეს ვიზუალურადაც შეიმჩნევა განსაკუთრებით თუ გვაქვს შესაძლებლობა ჰორიზონტს გავხედოთ, ანუ ღია სივრცეს შორს და დავინახოთ, რომ მთები თითქმის აღარ ჩანს. ეს არის უდაბნოს მტვერი, ერთადერთი რატო არის საპანიკო თქვათ ეს სიტუაცია, ეს არის უდაბნოს მტვერი, რომელიც არ არის რაღაც ქიმიკატებით დაბინძურებული, ბუნებრივი მტვერია, თუმცა რა თქმა უნდა ისიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ როგორც აღნიშნე, მას შემდეგ რაც ეს უდაბნოები გაჩნდა ამ ტერიტორიებზე, მას შემდეგ, ანუ ასწლეულების მანძილზე ამ ფენომენს, ამ უდაბნოს მტვრის შტორმის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარულად უნდა კონდეს წესით სახე და მეტნაკლებად ჩვენც ესე ვთქვათ ადაპტირებული ვართ ამ ფენომენთან. ბატონო, რამდენ ხან შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და რაზე შეიძლება აისახოს, რატომ მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი მას ასე შემაშფოთებლად? რა თქმა უნდა, მყარი ნაწილაკები და განსაკუთრებით უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები, რაც ჩვენს სადგურებზე იზომება, რომელიც სხვათა შორის უმეტესი მათგანი, ვთქვათ, შვედეთის მთავრობის ან ევროკავშირის მხარდაჭერით არის შეძენილი. ამ სადგურებზე დაფიქსირებული მყარი PM10 და PM2.5, ანუ ეს უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. და რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით რისკ ჯგუფების შემთხვევაში, როგორც არის ფილტვის დაავადებების მქონე ადამიანები ან გულსისწყლთა დაავადებების მქონე ადამიანები, მათი ჯანმრთელობის გაუარესება. შესაბამისად, გარკვეული რეკომენდაციები, რაც განთავსებულია ARGOV-ზე, უნდა გავითვალისწინოთ, იქ არის ჯანდაცვითი რეკომენდაციები და ესეთი რისკის მქონე ადამიანები მოვერიდოთ გარეთ დიდხანს ყოფნას, ფიზიკურ აქტივობას ამ პერიოდში გარე სივრცეში განსაკუთრებით და შესაბამისად როგორც აღნიშნე ეს მყარი ნაწილაკები ძალიან მცირე ზომისაა და საკმაოდ ღრმად აღწევს ჩვენს ფილტვებში და შემდეგ ბრონქებში. რამდენად სისტემატიურად, რამდენად ხარისხიანად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოწმდება ჰაერის ხარისხი, დაბინძურების მაჩვენებელი თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში და სად არის განსაკუთრებით რთული ვითარება ამ თვალსაზრისით? მოგახსენებთ, ანუ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ სავარაუდოდ როგორც პროგნოზი გვიჩვენებს, არის ესეთი ბარსელონას მტვრის რეგიონული ცენტრი, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაქვემდებარებაშია, რომელიც გვეუბნება დღენახევრის დაახლოებით 2 დღის პროგნოზს თუ რა იქნება. სავარაუდოდ როგორც პროგნოზი აჩვენებს, მომდევნო დღეებში უნდა დაიკლოს კონცენტრაციამ და იმედია დაახლოებით 5-6 დღეში უნდა შეწყდეს ეს შემოჭრა, დიდი იმედია, თუმცა ნუ საით დაუბეროს ქარი წინასწარ რთულია ძალიან ამის თქვა. წესით უნდა დაიკლოს და შემცირდეს. რაც შეეხება მონიტორინგის ქსელს და სისტემას, რამდენად გამართულია, ჯერჯერობით სრულად აღჭურვილი ჩვენი ზონები და აგლომერაციები, რომელიც ევროკავშირის პრინციპებით შევქმნით 2020 წელს და მას შემდეგ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ამ ზონებში და აგლომერაციებში თანამედროვე ევროპული ქსელი, ვცდილობდით, ხა მე ისევ საუბრობ, თითქოს ისევ მუშაობ ბოდიშით. შესაბამისად, ქსელი ანუ მეტნაკლებად გამართულია, თუმცა გაცილებით მეტი სადგურია საჭირო, რაშიც ევროკავშირის
კავშირი გვეხმარებოდა, ეხლა როგორ გაგრძელდება ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, საბედნიეროდ გრძელდება ეს მხარდაჭერა მიმართულებით და წესით მომდევნო წელს უნდა კიდევ უფრო აღიჭუროს ჩვენი მონიტორინგის ქსელი. შესაბამისად, ქსელს რა თქმა უნდა დაახლოებით 50%-ით არის შევსებული დღეს საქართველოს მასშტაბით, თბილისში სრულად არის შევსებული, თუმცა ხედავთ რომ გარკვეულ სადგურებზე არის რაღაც ხარვეზები და რაღაც ნივთიერებები არიზომება რეგულარულად, ხშირად არის წყვეტა მონაცემების, ეს ნამდვილად გამოსგასაუმჯობესებელია, თუმცა თბილისში მყარი ნაწილაკები იმხელა პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც აზოტის ჟანგეულები, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგად იფრქვევა ატმოსფერულ ჰაერში უმთავრესად და ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული გამოწვევა განსაკუთრებით თბილისს, თუმცა არანაკლები ბათუმს, რუსთავშიც არის პრობლემები. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალციხეშიც კი არის პრობლემა, იმიტომ რომ ტრანზიტული დერეფანია, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ახალციხე, სადაც დიდი ზომის ავტომობილები გადაადგილდება. ანუ მხოლოდ პიემორნახევარი არ არის პრობლემა, პიემორნახევარი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა ქალაქ რუსთავში, სადაც სამრეწველო ზონა გვაქვს. მართალია, ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ძროები არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსთავში უფრო სუფთა ჰაერი იყოს და ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუ თანამედროვე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დანერგავენ ის საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებენ. აი უფრო იოლად აღსაქმელი რო იყოს, დაახლოებით თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა ნაბიჯების გადადგმა არის, აი კონკრეტულად რა ნაბიჯები არის საჭირო ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოში, როგორც მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, აი რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? აი მოკლე პერიოდში სუფთა ჰაერის მიღება ძალიან რთულია. თუმცა შესაძლებელია, მაგალითად თუ რუსთავის საწარმოებს სახელმწიფო დაავალდებულებს, რომ მოკლე დროში დანერგოს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები, ანუ ევროპული საუკეთესო ტექნოლოგიები, რომლებიც ამცირებენ მავნენივთიერების აი მყარი ნაწილაკების განსაკუთრებით გაფრქვევას ატმოსფერულ ჰაერში, შეიძლება დაახლოებით წელიწად-ნახევარში მივიღოთ ძალიან დადებითი შედეგი. რაც შეეხება უმსხვილეს ქალაქებში აი აზოტის ჟანგეულებით, ანუ ტრანსპორტით დაბინძურებას, აქ ცოტა რთულადაა საქმე, პირველ რიგში აუცილებლად უნდა განვითარდეს ფეხი და ველოსიპედის გადაადგილების ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ამ ქალაქებში, შემდგომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ არ განვითარდა მნიშვნელოვნად და დღეს თბილისს ცალ-ცალ ყველანი ვხედავთ, რომ არნაირად არ ყოფნის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ის ავტობუსების ქსელი, რაც არის და აუცილებლად საჭიროა და ალბათ დაგვიანებულიც არის ფაქტია, ავტოპარკი იმდენად გაიზარდა თბილისში, რომ შეიძლება ითქვას დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელია, რომ განვითარდეს სარკინიგზო საქალაქო ტრანსპორტი, ეს იქნება მეტრო თუ ტრამვაი აუცილებლად და ეტაპობრივად, თქვა დღეს თუ ევრო 5-ია ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა, უნდა გადავიდეთ აუცილებლად ევრო 6-ზე და კიდევ უფრო უნდა წახარისტეს ელექტრომობილების ესე ვთქვათ იმპორტი ქვეყანაში, რომ მოსახლეობა დაინტერესებული იყოს, თუნდაც აი ელექტრომობილების დატენვის სისტემები არ არის საკმარისად განვითარებული და ბევრი ადამიანი იმიტომ ვერ ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს, რომ ყავდეს ელექტრომობილი, სწორედ იმიტომ ვერ ყიდულობს და ვერ რისკავს, რომ არ იცის სად დატენოს იგი. შესაბამისად, ხო აი როგორც აღნიშნე, ასევე ფიქრობ ძალიან კარგი იქნება და აუცილებელია, რომ ველობილიკებიდან ჩამოვიდნენ და აიკრძალოს ისედაც აკრძალულია კანონით, უბრალოდ აღსრულება არ ხდება. არ შეიძლება ველობილიკებზე მოძრაობდეს მოპედები, ანუ მოტორიზებული ტრანსპორტი. ეს არაფერში არ წერია, იცით პეკინზე თქვა კოსტავას გამზირზე ველობილიკი პირდაპირ ტროტუარზეა განთავსებული და პრაქტიკულად ტროტუარზე დადიან ძრავიანი მოპედები, რაც აი გარემოს დაცვით საკითხს შევეშვათ, საგზაო უსაფრთხოების კუთხით არის სრული ნონსენსი, კატასტროფა მე ვიტყოდი, წარმოუდგენელი რამ ეს არსად არ ხდება. შესაბამისად მე მაგალითად შვილებს ვერ უშვებ, იქ ვცხოვრობ ველობილიკზე, იმიტომ რომ იქ მოძრაობენ მოტორიზებული მოპედები. შეუძლებელია გარისკო
და ბავშვი გაუშვა ველობილიგზე, როცა ესეთი სიტუაციაა. თუ არ წავახალისეთ კიდევ ერთხელ ფეხით გადაადგილება, ველოსიპედით გადაადგილება და ძალიან კარგი იქნება თუ დაინერგება ამ ქალაქებში ველოსიპედის ქირაობის ძალიან იაფიანი სისტემა, რაც არის მაგალითად უამრავ ევროპულ დედაქალაქში, ვენაში, პარიზში და ასე შემდეგ. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება სუფთა ჰაერის მიღწევა, განსაკუთრებით აზოტის ჟანგეულების და მიწისპირა ოზონის კუთხით. ბატონო, ისევ სმოგის საკითხს რომ მიუბრუნდეთ, აი როგორც ამ შემთხვევაში უდაბნოს ტვრის მასების გავრცელება. არსებობს თუ არა რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც სპეციალისტებს მსგავს სიტუაციებში დაეხმარება აი ამ პრობლემასთან სწრაფად გამკლობაში, სწრაფ რეაგირებაში, ამის საშუალებას თუ აძლევს რაიმე? რა თქმა უნდა, ეს როგორც აღნიშნე, უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაადგილდება, უდაბნოს მტვერი შეუძლებელია ამის შეჩერება ან რამე წინააღმდეგობა. ერთადერთი რაც შეგვიძლია მუდმივად უყუროთ თუნდაც აი ყველაზე სანდო და ასე ვთქვათ ღირებულ ინფორმაციას, რასაც ბარსელონას მტვრის რეგიონული ცენტრი გვაწვდის და წინასწარ სანამ დაიწყება შემოჭრა ცოტა გვაგვიანდება, მე ვფიქრობ ამის თქმა მოსახლეობისთვის რომ ყოველთვის ვამბობთ პოსტფაქტუმ, გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვის ამბობს პოსტფაქტუმ, რომ აი შემოჭრა დაიწყო, იმიტომ რომ კონცენტრაცია მოიმატა. შეგვიძლია თქვა ერთი დღით ადრე მაინც უთხრათ მოსახლეობას, რომ სავარაუდოდ ძალიან დიდი ალბათობით შემოჭრა იქნება, მტვრის კონცენტრაციები მოიმატებს და გავაფრთხილოთ რის ჯგუფები, რომ დაიცვან თავი აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს განთავსებული თავის ვებგვერდზე. აი ეს იქნება საუკეთესო ამ წესთან შეტყობინება, პრევენცია, განსაკუთრებით რის ჯგუფების, მოსახლეობის იმ ჯგუფების, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურია ესეთი ტიპის დაბინძურების მიმართ.